გამარჯობა. თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის შედეგებს ვაშინგტონიდან იულია სავჩენკოსთან ერთად. კვირის პარადოქსები, პარალელები და დეტალები ნახევარსაათიანი ანალიზის ჭრილში. დღეს ნახავთ. მშვიდობა ნახევარწელში. დონალდ ტრამპის გუნდის იმედი და განზრახვა საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ. ასევე შეიძლება თუ არა, რომ უკრაინაში მშვიდობის გასახები სი ძინპინის ხელში იყოს. ტრანზიტის აღსასრული. კიშინოვი და მოსკოვი ურთიერთბრალდებებს ცვლიან. უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის გადატუმბვის შეჩერების შემდეგ შეიძლება თუ არა, რომ საკითხი გადაიჭრას. ბურღვა ყველგან და ყოველთვის. დონალდ ტრამპი ნავთობის შელფური მოპოვების შესახებ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონის საჩქაროდ გაუქმებას დაპირდა. რას ნიშნავს ეს ევროპისთვის, ამერიკული ენერგომატარებლების მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნახეთ ჩვენს ეთერში. ინაგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის მიერ აშშ-ის სანაპირო ტერიტორიაზე ნავთობაირის მოპოვების შემოღებული აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმებას დაპირდა. აკრძალვის განკარგულებას ბაიდენმა გასულ ორშაბათს მოაწერა ხელი და ტრამპმა მას აბსურდული უწოდა. არჩეულმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ბუნებრივი რესურსების გამოყენება აშშ-ის საკვანძო ეკონომიკური აქტივია და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი ფაქტორი. აკრძალვის მომხრეები აღნიშნავდნენ, რომ ეს პირველ რიგში მიმართულია წიაღისეული საწვავის გამოყენებასთან ბრძოლაზე და სათბურის აირების გამოფრქვევების შემცირებაზე. წარმავალი ბაიდენის და მომავალი ტრამპის ენერგეტიკული ანტაგონიზმის შესახებ კითხე გლობალური ენერგეტიკის ექსპერტს ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის უფროს მეცნიერს საიმონ ბლეიქს. იულია, მადლობა მოწვევისთვის. ვიმედოვნებ ამერიკულ პოლიტიკაზე საუბარში მცირე ბრიტანული აქცენტის წინააღმდეგი არ იქნებით. ვინაიდან ყველაფერს, რაც ამერიკაში ხდება, გლობალური ხასიათი გააჩნია და გავლენას ახდენს როგორც აშშ-ზე, ისე მთელ მსოფლიოზე. ნამდვილად ენერგორესურსების დარგში გლობალური შეხედულებით ამერიკაში ნავთობის მოპოვების თავად ამჟამინდელი მასშტაბი ანცვიფრებს, რომლის მოცულობა დღეში 13 მილიონ ბარელს შეადგენს და ზრდას განაგრძობს. მსოფლიოში სხვა მაგალითი არ არის ისეთი, როდესაც რომელიმე ქვეყანას რამდენიმე წელში მოპოვება დღეში 5-დან 13 მილიონ ბარელამდე გაეზარდა, როგორც ეს აშშ-ში მოხდა. გონია, რომ ადამიანები ამას სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ და ზუსტად ამ კონტექსტში უნდა განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც ნებისმიერი ამერიკული ადმინისტრაცია იღებს. ეს ძლიერ აკვირვებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. И именно в этом контексте нужно рассматривать политические решения, принимаемые любой американской администрацией. Это очень впечатляет, и это очень важно. აღსანიშნავია ასევე, რომ ყველა ამერიკის პრეზიდენტი, დაწყებული ჯიმი კარტერიდან, რომელიც სამწუხაროდ ახლახან გარდაიცვალა, ამბობდნენ იმის შესახებ, რომ სურთ ამერიკა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი გახადონ. და მიუხედავად ამისა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ამის მიღწევა. ვერც კარტერმა, ვერც რეიგანმა, ვერც უფროსმა ბუშმა, ვერც კლინტონმა და ვერც უმცროსმა ბუშმა. და მხოლოდ ობამას დროს, როდესაც ფიქალის ნავთობის მოპოვება დაიწყო, უეცრად მჩქეფარე ზრდაც მოყვა. ამ კონტექსტში როგორ შეიძლება აუხსნათ ბაიდენის ნავთობის საზღვაო მოპოვების აკრძალვის გადაწყვეტილება? ულახtildeლად და წყენის გარეშე რომ თქვა, ეს ამერიკისთვის არც ისე მნიშვნელოვანია. ვინაიდან ამერიკული ნავთობმოპოვების მომავალი აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში პერბის აუზში სანაპირო შემუშავებაზე იქნება დაფუძნებული, როგორც ეს უკვე ბოლო წლებში ხდება. საბადოს დამუშავება, რომელიც არის ფედერალური იურისდიქციაში, როგორც არის საზღვაო საბადო. ან რესურსების მოპოვება კერძო მიწაზე. ზუსტად რომ კერძო მიწაზე მოპოვებულმა რესურსებმა გამოიწვია ბოლო წლებში მოპოვების ძალზედ მაღალი დონე. ამიტომაც არ უნდა გაგიკვირდეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიჩნია, რომ საფრთხის გარეშე შეუძლია აკრძალოს საზღვაო ბურღვა. ვინაიდან ახლა სტრატეგიულად დიდად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც რამდენიმე წლის წინ. ამას გარდა გამიკვირდებოდა, რომ მიუხედავად რიტორიკისა, პრეზიდენტი ტრამპი მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს მიმართავდა ამ გადაწყვეტილების გასაუქმებლად. გულახდილად რომ ვთქვა, ამერიკისთვის საზღვაო მოპოვება უბრალოდ მნიშვნელოვანი არ არის. საიმონ, ევროპის ენერგეტიკული საკითხების განხილვაზე გადავიდეთ, სადაც ახლა იმყოფები. უფრო ზუსტად ევროპის კონტინენტზე. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ევროპის მიწისქვეშა საცავებში აირის მარაგი 70%-ზე ქვევით დაეცა. ხოლო გათბობის სეზონის განმავლობაში მომხმარება 30%-ით გაიზარდა გასულ 5 წელთან შედარებით. რაც ამ წლის დასაწყისში უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის ფონზე ხდება. არის თუ არა ტრანზიტის შეჩერება შემდგარი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი, თუ ეს არის ფაქტორების ერთობლიობა. მთლიანობაში რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება?
უპირველეს ყოვლისა, ძირითადი მიზეზი არის ამინდი. წელს ძალიან ცივი ზამთარია. წინა 2 წლის განმავლობაში უჩვეულოდ გაგვიმართლა, იმიტომ რომ ევროპაში მიყოლებით 2 რბილი ზამთარი იყო. ზუსტად ეს დრო გახდა ის პერიოდი, როდესაც ტექნიკურად გამჟღავნება დაიწყო ყველაზე დიდმა პრობლემამ, რომელიც სანქციების გამო რუსული ნავთობის მიწოდებასთან არის დაკავშირებული. და ამ ორმა შედარებით რბილმა წელმა ევროპაში ერთგვარი თვითდამშვიდება გამოიწვია. მიწისქვეშა საცავებში გაზის დონე ძალიან მაღალი იყო და ზამთრის დასაწყისში 95%-ს აღწევდა. მივეჩვიეთ იმას, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე დონე ნელ-ნელა მცირდებოდა, თბილი ზამთრის გამო. ახლა კი ძალიან ცივა. გარეთ ვიხედები და ინგლისის ჩრდილოეთში ვხედავ 15 სანტიმეტრიანი თოვლიდევს. შიშობგათბობა სრული სიმძლავრით მაქვს ჩართული, როგორც ხედავთ, მხოლოდ პერანგში ვარ. ასე რომ აქ ყველანი ოდნავ მოვდუნდით. მაგრამ საიდუმლო არ არის, როდესაც ამინდი უფრო ცივია, მარაგების შემცირების სისწრაფე იზრდება. მიწისქვეშა საცავში აირის 70% იანვრის დასაწყისისთვის ზამთრის სეზონის ბოლომდე მშვიდად ყოფნის საშუალებას მოგცემს. ეს პრობლემა არ არის. მაგრამ სიტუაცია უფრო დრამატულად ვითარდება ვიდრე გასულ წელს. ამ კონტექსტში უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა უმეტესი ქვეყნისთვის დიდ პრობლემას არ ქმნის. თუმცა ერთი ან ორი ქვეყნისთვის ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, კერძოდ მოლდოვისთვის. მაგრამ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ავსტრია, სლოვაკეთი, იტალია, სლოვენია, უნგრეთი, ქვეყნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ იღებდნენ რუსულ გაზს, ალტერნატიული ვარიანტები უკვე მოამზადეს. ყველა ამ ქვეყანაში რუსული გაზის მოცულობა 15 მილიარდ კუბურ მეტრამდე შეადგენს. ეს იმდენად დიდი მოცულობა არ არის, რომ მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალოს. გაზის ამგვარი მოცულობა ამ ქვეყნებში თბილსა და ცივ ზამთარში მოხმარების სხვაობას შეადგენს. ანუ მოჩანს, რომ ეს დიდი მოცულობაა, როდესაც განიხილავ მას მიმწოდებლის გადმოსახედიდან. მაგრამ თუ საერთო სურათს შეხედავ, ეს მოცულობა იმდენად დიდი არ არის. თუმცა მოლდოვისთვის ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც სათანადოდ უნდა შეფასდეს. საიმონ ამ მოსაზრებით, დნესტრისპირეთი გრდემლსა და უროს შორის აღმოჩნდა. ცნობილია, რომ საწარმოებს ელექტრობა აღარ მიეწოდება, ვინაიდან ენერგორესურსები ამოიწურა. ასევე საცხოვრებელი სახლები ართმება, არ აქვთ ცხელი წყალი. ამ ფონზე მოლდოვა და რუსეთი ურთიერთბრალდებებს ცვლიან. ხოლო დნესტრისპირეთის ხელისუფლება მოლდოვის ხელისუფლებას თხოვს გაზპრომთან პრობლემის მოგვარებას, რათა ენერგიის მიწოდება აღდგეს. ამ მდგომარეობაში მრავალი ფაქტორი გადაიხლარდა. გაგვიზიარეთ თქვენი დამოუკიდებელი მოსაზრება და მდგომარეობა საღად შეაფასეთ. მოგვიყევით, როგორ უნდა გადაიჭრას ეს სიტუაცია, საერთოდ თუ შესაძლებელია ეს, მხარეების ურთიერთბრალდებების ფონზე. ურთიერთბრალდებები კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ოფიციალურ კიევს მომხდარზე ასევე დიდი პასუხისმგებლობა გააჩნია და ამ ამბის მონაწილეა. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც დონეზე რუსეთი მოხარული იქნებოდა დნესტრისპირეთში ენერგომატარებლების მიწოდების აღდგენაზე. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის გაზის სექტორის კომერციული კომპანიებიც ამას ასევე ისურვებდნენ. თუმცა უკრაინასთან შეთანხმების გარეშე ტრანზიტის აღდგენა არ შეუძლიათ. მეორეს მხრივ არის ეჭვი, რომ ეს თამაში დიდი ხნის წინ წამოიწყეს და მოსკოვი მდგომარეობის გადასაჭრელად დიდ ძალისხმევას არ მიმართავს. პოლიტიკური ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ მოსკოვს ესმის, რომ დნესტრისპირეთში არსებული მდგომარეობის გამოყენება შეუძლია, როგორც კიშინოვის წინააღმდეგ პოლიტიკური ბერკეტის სახით, რათა მოლდოვა დაადანაშაულოს მომხდარში. ამიტომაც არ ვეჭვობ, რომ ურთიერთბრალდებები გაგრძელდება. გადაწყვეტილების პოვნა ძალიან რთული იქნება. არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა ფიზიკურად ენერგომატარებლების მიწოდების აღდგენა მოლდოვას მარჯვენა სანაპიროდან, დნესტრისპირეთში, ანუ მარცხენა სანაპიროზე. თავად მოლდოვა, ანუ დნესტრის მარჯვენა სანაპირო გაზის საკმარისი ოდენობით არის უზრუნველყოფილი. ამას გარდა დნესტრისპირეთში ელექტროენერგიის გამომუშავების პრობლემა არის გადასაჭრელი. ყველას გვესმის, რომ ჯერ რუსული გაზი დიდ ელექტროსადგურს უნდა მიეწოდოს დნესტრისპირეთში, რომელიც ელექტრობას გამოიმუშავებს და საწარმოებსა და საცხოვრებლებს გადასცემს დანარჩენ მოლდოვაში. ამიტომაც მდგომარეობა ძალიან რთულია. ვიცი, რომ მოლდოვაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა განიხილებოდა რუმინეთთან დასაკავშირებელი, რომლის მშენებლობა მომდევნო წელს უნდა დასრულდეს და გასული წლის ოქტომბრამდე გრძელდებოდა მშენებლობა. მაგრამ ეს ხანგრძლივი პროექტია, ამიტომაც ამ ზამთარს წინააღმდეგობა ძალიან რთული იქნება და ამ პრობლემის რაიმე სწრაფი გადაჭრის ხერხის პოვნა რთულია.
საიმონ მინდა საუბრის წრედი შეუკრა და აშშ-ს დაუბრუნდე. ბოლო წლების განმავლობაში იყო საუბარი იმის შესახებ, რომ აშშ-ს შეუძლია ევროპული ბაზრის ენერგომატარებლებით უზრუნველყოფა, რისთვისაც ძალისხმევაც იყო მიმართული. კერძოდ ბალტიის ზღვისპირეთის ქვეყნები თხევადი აირის ტერმინალის მშენებლობაზე მუშაობდნენ. მინდა თქვენი მოსაზრება გავიგო იმის შესახებ, თუ რამდენად საიმედო ენერგომატარებლების მიმწოდებელი შეიძლება გახდეს აშშ ევროპისთვის ხანგრძლივ ვადიან ხედვაში. რამდენად სიცოცხლის უნარიანი ამგვარი ფორმულა ამჟამინდელ პირობებში. ეს საკითხი კარგი ამბების ნაწილია. ეს დაპირებები სიცოცხლის უნარიანია. მუშაობს ამასთან უკვე დიდი ხანია. ვიტყოდი, რომ შედეგი უფრო უკეთესი გამოვიდა, ვიდრე ამას მრავალი ელოდა. თავად თხევადი აირის მიწოდების მასშტაბი აშშ-დან უდიდესია. თხევადი გაზის მიწოდებასთან დამატებით, რომელსაც ევროპა ჩვეულებრივ იღებს ყატარიდან, დასავლეთ აფრიკიდან და სხვა ქვეყნებიდან. თხევადი აირის ამერიკული მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ბოლო 2 წელში. მას შეიძლება გარდამქმნელი ვუწოდოთ. ამაში ევროპას ძლიერ გაუმართლა, ისევე როგორც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პირველი 2 წლის განმავლობაში თბილი ზამთრებით. თავდაპირველად თხევადი აირის ამერიკული მიწოდება ევროპულ ბაზარზე გათვლილი არ ყოფილა. აზიური ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. და ეს მხოლოდ აშშ-ის ნავთობ აირის და ფიქალის აირის მოპოვების დარგის სრული ტრანსფორმაციის გამო მოხდა. ჯერ ფიქალის ნავთობის მოპოვება დაიწყეს, ხოლო გაზი ნავთობ მოპოვების გვერდითი პროდუქტია. აშშ-ში ფიქალის ნავთობის და აირის მოპოვების მოცულობა და თხევადი აირის მიმწოდებელი კომპანიების აქტიურად მშენებლობისა და ევროპაში მიწოდების გაზრდის სურვილმა ბოლო 2 წელში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამერიკული თხევადი აირის წყალობით და ამერიკული ფიქალის რევოლუციის ევროპაში მდგომარეობა ამ ომის მანძილზე მნიშვნელოვნად მსუბუქი იყო. ამ დარგის შემდგომი პერსპექტივა როგორი იქნება? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახალი პროექტები განვითარებას განაგრძობს როგორც ევროპული, ისე აზიური ბაზრებისთვის. მართალია ყოველთვის ოდნავ ღელავ ხოლმე, როდესაც აშშ-ში და ჩრდილოეთ ამერიკაში ძალიან ცივი ამინდი დგება, როგორც ახლა თქვენთან. ვინაიდან ეს ფასების მატებას იწვევს და შეიძლება ისეთი ხალხი გამოჩნდეს, რომლებიც იტყვიან, საზღვარგარეთ ამას რატომ ვაგზავნეთ, იქნება თავად გამოვიყენოთ და დაბალი ფასები შევინარჩუნოთ. მაგრამ ამ მდგომარეობაში საერთაშორისო უსაფრთხოების ასპექტი არის, რომლის მხარდაჭერაში აშშ ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ასე იქნება. ეს იყო საიმონ ბლეიკის მოსაზრება. აღსანიშნავია, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხმა ბუდაპეშტისა და კიევის სიტყვიერი შერკინება წაახალისა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა სხვადასხვა სიმძლავრით მიმდინარეობს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიეტერ სიარტემ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტა მიუღებელია და კიევის ევროკავშირის წევრობის მისწრაფებას ეწინააღმდეგება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს, რომ უკრაინა მზად არის ევროკავშირში უნგრეთის ადგილის დასაკავებლად, თუ ბუდაპეშტი მის განთავისუფლებას გადაწყვეტს და ალტერნატივის სახით DST-ს აერჩევს, ან ODKB-ს. ამასობაში დნესტრისპირეთში განაცხადეს, რომ ცხოვრებლებთა საჭიროებისთვის გაზის მარაგი 24 დღისთვის არის საკმარი. გაზის პოლიტიკა და ამ ფონზე გაყინული დნესტრისპირეთი განვიხილეთ ისტორიული მეცნიერების დოქტორთან, ანალიტიკოს ვლადისლავ ინაზემცევთან ერთად. ფიქრობ, რომ აქ გარკვეული თამაში მიდის, ყველა მხრიდან. ვიხილეთ სლოვაკეთის განცხადებას და უნგრეთისაც. ნაწილობრივ მათი გაგება შეიძლება, ვინაიდან ბოლო თვეები და წლებიც კი ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყნების ქიმიური მრეწველობა დიდ მოგებას ნახულობდა, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. მაგალითად, თუ აზოტის სასუქების მიწოდების დინამიკას შევხედავთ, მაშინ გასაკვირად 2024 წლის ბოლოს ევროპის უდიდესი მიმწოდებელი გახდა ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ნორვეგია. ანუ ქვეყნები, რომლებიც შედარებით იაფ გაზს იღებენ. არა თხევადი აირის ფასის მიხედვით. ამიტომაც ეს ქვეყნები ძლიერ დაინტერესებულები იყვნენ. ბუნებრივია მოსახლეობა იქ არ გაიყინება, იმიტომ რომ ევროპული გაზის სისტემა ალტერნატიული მიწოდების შესაძლებლობას მოიაზრებს.
მაგრამ დიდი კომპანიების ინტერესები ნამდვილად შევიწროვდება. ეს ფაქტია. ძირითადი გამარჯვებული ამ ამბის ძირითადი ბენეფიციარი არის რა თქმა უნდა აშშ, რომელიც თხევადი აირის უდიდეს მოცულობას აწვდის. რა თქმა უნდა ნორვეგია, ვინაიდან გაზის ფასი გაიზარდა 1000 კუბურ მეტრზე $600-მდე. რაც შეეხება დნესტრისპირეთს, ფიქრობ ეს არის ერთგვარი მოულოდნელი მსხვერპლი, არა განზრახული. მაგრამ რომელიც ამას უნდა მოყოლოდა კიდეც. იმიტომ რომ მთლიანობაში ამ ტერიტორიის მრეწველობა არც ისე კონკურენტუნარიანია და იაფი მიწოდების გარეშე დიდი ხნის წინ გაჩერდებოდა. ამიტომაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე კარგად არ მესმის ამ პრობლემამ რაზე შეიძლება გავლენა იქონიოს. როგორც ჩანს, იქ შეიძლება ძლიერ ეკონომიკურ კრიზისს შეეჩეხონ და გარკვეული საკითხების გადასაჭრელად კიშინოვისთვის თხოვნა დაჭირდათ. მაგრამ ისე თუ ასე ევროპისთვის ეს არის იმ ქვეყნების პრობლემა, რომლებიც ამ გაზს იღებდნენ. ავსტრიამაც კი უკვე შეწყვიტა ეს პროცესი და სხვა წყაროებზე გადავიდა. მიხვდნენ, რომ მდგომარეობა შეუქცევადია. ეს რომ უკრაინამ კონტრაქტი მხოლოდ ახლა შეწყვიტა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე იყო დადებული, ეს რა თქმა უნდა საკვირველია. იმიტომ რომ ამის გაკეთება შეიძლებოდა ჯერ კიდევ 2022 წელს, თუ უკრაინას სანქციების დაცვა სურდა. ის რომ ის თავად აგრძელებდა ამით ფულის შოვნას, ეს რა თქმა უნდა უცნაური იყო. ვიმედოვნებ, ფაქტების გათვალისწინებით, კერძოდ უნგრეთი არის ამგვარი მიწოდების ბენეფიციარი და უნგრეთი ახლა აქტიურად, ყოველ შემთხვევაში ორბანი ახლა ძალიან აქტიურ განცხადებებს აკეთებს მშვიდობის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამა თუ იმ სახით. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ გაზის ტრანზიტი ამ შეთანხმების ნაწილი გახდეს. რაღაც მშვიდობიანი ან რაიმე მსგავსი შუალედური შეთანხმება თუ დაიდება. Частью вот этого вот договора, какого-то мирного или какого-то договора промежуточного, если он будет заключен. რა თქმა უნდა შეიძლება, სინამდვილეში თუ შეთანხმება დაიდება, ამასთან სანქციების ამჟამინდელი რეჟიმის შენარჩუნებით მისი დადება არ ამგონია შესაძლებელი იყოს. ფიქრობ, რომ არა მხოლოდ გაზი, ასევე ნავთობი და ყველაფერი დანარჩენი ამ პაკეტში იქნება ჩართული. ყოველ შემთხვევაში მოიძებნება ისეთი ფორმულირება, რომ ამ მიწოდებიდან ნაწილი უკრაინის სასარგებლოდ წავა ან კიდევ რამე. ევროპელებიც ფინანსური პოლიტიკის მოდიფიკაციას გააკეთებენ. ასე თუ ისე ნამდვილად ზავის შეთანხმებაშიც კი ცეცხლის შეწყვეტის რა თქმა უნდა მრავალი ეკონომიკური რამე იქნება ჩართული და ეს ალბათ ერთ-ერთი პირველი იქნება. Он, конечно, будет включать множество экономических вещей, и это, наверное, будет одно из первых. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა რომ ორბანი იყოს მომლაპარაკებელი, ამას ვეჭვობ. იმიტომ რომ უნგრეთი მაინც ევროკავშირის წევრია. ევროკავშირს კი რუსეთისა და უკრაინის მიმართ ხისტი პოზიცია გააჩნია. ის არის ამ კონფლიქტის გადაჭრაში ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული პირი. ამიტომაც ევროკავშირის შიგნით არც ერთი ქვეყანა, არც საფრანგეთი, არც გერმანია, არც პოლონეთი და არც უნგრეთი ალტერნატიული მომლაპარაკებლის სახით არ გამოვა. მომლაპარაკებელი შეიძლება იყოს მხოლოდ მთლიანად ევროკავშირი. ასევე აშშ, შესაძლოა თურქეთი, შესაძლოა დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ევროკავშირის შიგნით ქვეყნებს საკუთარი სიტყვა არ ექნებათ. ისინი მხოლოდ ევროკავშირის შიგნით განაგრძობენ საკუთარი ინტერესების ლობირებას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მომლაპარაკებელთა სიაში ის არ გამოჩნდება. მაგრამ ეს საკითხი ნამდვილად კიდევ ერთხელ გავიმეორებ განხილვის საგანი იქნება. არჩევნების შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარებას იმედოვნებს ნახევარ წელში. ტრამპის სპეციალურმა დესპანმა უკრაინაში კიტ კელოგმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტს კონფლიქტის დასრულებას სურს რაც შეიძლება ჩქარა და პუტინთან მოლაპარაკების არ წარმოების ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას დიდი შეცდომა უწოდა. ამასთან კელოგი ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. უახლოეს 6 თვეში მშვიდობის გარიგების იმედის შესახებ საუბარი გავაგრძელე ვლადისლავ ინაზემცევთან. ამგვარი გარიგების შესაძლებლობის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ნამდვილად მისი მიღწევის მცდელობა იქნება უახლოეს დროში. მაგრამ შეხების წერტილებს ჯერჯერობით კარგად ვერ ვხედავ. ანუ რუსეთის მხრიდან გაცხადებულია აბსოლუტურად შეუსრულებელი პირობები, როგორც ვიცით. პირველ რიგში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ფორმალური აღიარება. არაფერს უამბობ უკრაინის ჯარის გაყვანაზე, ეს საერთოდ ზღაპრების დარგიდან არის. და რუსეთის მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ პოზიციებზე უარს არ იტყვის. დამატებით სანქციების გაუქმების საკითხი და ასე შემდეგ.
მე ვარაუდობ, რომ აქ ცოტა შეხების წერტილია. თუ დასავლეთი უსაფრთხოების სრული გარანტიებისთვის მზად იქნება, უკრაინის თითქმის ნატოში გაწევრიანებით, რუსეთის პირობებს დათანხმდეს. ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის სრული ჩამოშლა, ანუ ძალის გამოყენების ფაქტიური ნებართვა, საზღვრების გადაკერვა და ამ საზღვრების გადაკერვაზე თანხმობა, უარი კონტრიბუციაზე და რეპარაციაზე, იმ ხარის სასარგებლოდ, რომელმაც ომის გამო ძლიერი დანაკარგი განიცადა, აგრესიის არ დაგმობა და სასანქციო პოლიტიკის აღსასრული, რომელიც ბოლო წლებში საგარეო პოლიტიკური ზეწოლის ძირითადი ხელსაწყო იყო. ანუ ამის მიღება როგორ შეიძლება? ამას ვერ ვხვდები. კიდევ არ ვლაპარაკობ გაეროს აღსასრულზე და მსგავსი რამ. კლავაც დასავლეთის პირობებზე წასვლა შეთანხმება არაფერზე, ფრონტის ხაზზე გაყოფა, ტერიტორიების არაღიარება, მშვიდობის მყოფელების შეყვანა, რაღაც აბსტრაქტული განცხადებები, რომ უკრაინა ნატოში არ შევა. სიმართლე ვთქვა, ვერ წარმოვიდგენ თუ რატომ უნდა დათანხმდეს ამას კრემლი. ამიტომაც ჩემი შეგრძნება ისეთია, რომ მშვიდობა ჯერ მიუღწეველია. რა შეიძლება მოხდეს ამ ერთი წლის განმავლობაში ვნახოთ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში კომპრომისის პოვნის პირველი მცდელობა, მოხარული ვიქნები თუ შევწდები, შედეგებს ვერ მოიტანს. მაგრამ დონალდ ტრამპისთვის ეს ღირსების საკითხივით მოჩანს. მის მიერ დაპირებული სწრაფი მშვიდობა. აშშ-ის ვაშინგტონს რაიმე ჯადოსნური ბერკეტი თუ აქვს, რომლის ამოქმედება შეიძლება ამ მდგომარეობაში. ვშიშობ, რომ არა. ერთადერთი ჯადოსნური საყრდენი უკვე დიდი ხანია სრულად განადგურებულია. ეს არის ჩინეთთან ახალი ურთიერთობა. იმიტომ რომ მხოლოდ იქიდან შეიძლება მოვიდეს ამგვარი ჯადოსნური წიხლი, რომელიც პუტინს თავის ადგილზე დასვამს. მაგრამ სათუოა, რომ ის მოვიდეს. იმიტომ რომ ამისათვის საჭიროა ბეიჯინგს კი არ დაემუქრო რაიმე ახალი ზეციური სასჯელით. არამედ შესთავაზო რაიმე დიდი გარიგება, რომლის ნაწილი აღმოჩნდება რუსეთი და უკრაინის კრიზისი. ეს ვარიანტი მგონია რეალისტურია. იმიტომ რომ ჩინეთის ზეწოლა რუსეთზე საკმაოდ ძლიერია და ჩინეთის შეთანხმების უნარიანობაც გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე რუსეთის. როგორ შეაფასებდით მოვლენას, როდესაც სი ძინპინი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვიეს, მან კი განაცხადა იმის შესახებ, რომ იქ არ იქნება. ეს ნაბიჯი ამოვიკითხე როგორც ჩინელების დიდი შეცდომა. გამახსენდა თეთრის სახლის არქივშიც კი შევიხედე, სი ძინპინსა და ტრამპის პირველი შეხვედრის ანგარიში ვნახე 2017 წელს. ყველას ურჩევ წაიკითხოს. იმიტომ რომ იმ დროს კი ახსოვდათ, მაგრამ ახლა ყველაფერი დაივიწყეს. დიდი ხანი არ მახსოვს, როდესაც ამ დონის ერთი სახელმწიფო მოღვაწე მეორეს შესახებ აღფრთოვანებით ლაპარაკობს და მეგობრობის სურვილით, როგორც ეს გააკეთა ტრამპმა სი ძინპინის მიმართებით 2017 წელს. ამჯერად ფაქტიურად მეორეჯერ გააკეთა იგივე, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდებოდა ამ წლებში ჩინეთში. მიუხედავად სავაჭრო ომისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა 2015-დან 2020 წლის შეთანხმებებს აშშ-თან სრულად მიაფურთხა. მიუხედავად იმისა, რომ იქიდან მოვიდა კოვიდი, რომელშიც ტრამპს ადანაშაულებდნენ. მიუხედავად ყველაფერი ამისა, ტრამპმა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომლის ჩემი შეხედულებით მიღება ღირდა. მაგრამ კვლავაც ვიცით ყველა ახსნა, რომელსაც ჩინელი პოლიტოლოგები იძლევიან. მაგრამ ჩემი შეხედულებით ეს არც ისე საფუძვლიანია. იმიტომ რომ ეს იქნებოდა შესანიშნავი დასაწყისი და როგორც ადრე იტყოდნენ, რესეტი, გადატვირთვა ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების. დასანანია რომ ეს ხელიდან გაუშვეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ამას სხვა შეხვედრებით აანაზღაურებენ. მაგრამ ეს მიმართულება მთავარი რჩება. მე 2023 წლიდან დარწმუნებულად ვლაპარაკობ, რომ უკრაინაში მშვიდობის გასაღები, რა თქმა უნდა, ბეიჯინგში მდებარეობს. ეს იყო ვლადისლავ ინაზემცევის მოსაზრება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა იმის შესახებ, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან შედეგებს შეეჩეხება, თუ მოსკოვს უკრაინასთან კონფლიქტში მატერიალურ დახმარებას აღმოუჩენს. ჯანეტ იელენმა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე განაცხადა, ამასთან დაკავშირებით შესაძლო სანქციებზე ჩინური კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერაში მონაწილეობენ. მიმდინარეობს ამგვარი საინტერესო დინამიკა, რომელსაც ჩვენი ეთერიდან ვაკვირდებით. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის შედეგებს იულია სავჩენკოსთან ერთად. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. Спокойных вам выходных и увидимся на следующей неделе.